ძლევის გზები, რა თქმა უნდა, მრავალი სახისა არსებობს. პირველი, რაც არის სუნთქვის ვარჯიშები, რასაც მედიტაციის დროს ვაკეთებთ ხოლმე და იოგაშიც ვაკეთებთ ხოლმე. იოგა თვითონ ერთ-ერთი პირველი არის დამამშვიდებელი და ზოგადად აი სუნთქვის ვარჯიშები არსებობს 4-ფაზიანი სუნთქვის ვარჯიში, როგორ არის, უნდა ჩაისუნთქო ცხვირით, შეისუნთქო, შეაჩერო ჰაერის ნაკადი და პირით უნდა ნელა გამოისუნთქო და შეაჩერო კიდევ ეს ჰაერის ნაკადი. კიდე 10 მაინც უნდა გააკეთო, შეისუნთქო, გაჩერდე, ამოისუნთქო, გაჩერდე. ანუ ცხვირით სუნთქა და პირით გამოისუნთქო. ეს პირველი სტრესის მოსახსნელი ეს არის. მერე სტრესის მოსახსნელი არის ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში. გვიყვარს ხო ვარჯიში ხო? ზოგადად აი ფეხით სიარულიც კი რომ არ იყოს ეხლა ისეთი დატვირთვა ფიზიკურობის, ფეხით სიარულიც გასეირნებაც კი არის სტრესის მოსახსნელი. აი ვეფხისტყაოსანში რომ არის რომ ეს ტარიელი რო ის იყო ცუდად რომ იყო ნესტანდარი ჯანს რო ვერ პოულობდა და ერთი ამბავში იყო და ავთანდილმა რო სწხოვარ შეჯექია ცხენზეო და ეს ერთი დაგინახო კიდე როგორ გაივლიო და ანუ ეს შესვა როგორც იქნა და რო გაიარა ეს გადაავიწყდა მე თავის სტრესი ამ გასეირნებაში და მოკლედ ეს გასეირნება ცხენით იქნება თუ ფეხით იქნება ესეც არის ძალიან კარგი სტრესის მოსახსნელი ეს ფიზიკური აქტივობა. არსებობს ვიზუალიზება, თვალით კონტაქტი, ეს მესამე სტრესის მოსახსნელი საშუალება. ვიზუალიზება არის რა გარემოშიც ხარ, სადაც ცხოვრობ თუ ბუნებაში იქნებ თუ სახლში იქნებ, სახლში ხარ, სახლში შეგიძლია გააკეთო ეს ვარჯიში და გარეთ იქნები და გარეთ შეგიძლია. სახლში როდესაც ხარ, აი უნდა დაჯდე ესეთ ოთახში, სადაც ბევრი წვრილმანი ნივთია მაგალითად რა, სამზარეულო იქნება თუ რაღაცა და მომენტალურად უნდა შეხედო ჯერ ერთ ნივთს, მე მეორეზე გადაიტანო მზე რა მესამე, მეოთხე მოათვალია, რომ სადღაც 15-20 წუთის განმავლობაში გეწდება ეს ვარჯიში რა. შემოატარებს, განა კი არ რო შეხედავ, კი უნდა დააკვიდე და იფიქრო ეს საიდან მაგდა როდის მიიყიდე და ფიქრი არ უნდა, მომენტალურად შეხედავ, გადაიტან მე სხვა რამეზე გადაიტან, შეხედავ, გინდა ადამიანებს, გინდა ნივთებს უერთია, მნიშვნელობა არ აქვს, დაბარია გადატანა მოახდინო თვალის კონტაქტი, დამყარება მოახდინო საგნებზე და მოვლენებზე. ხო და ის სადღაც 15 წუთი უნდა გააკეთო ეს ვარჯიში. ბუნებაში იქნები და ხეებს, სახლებს, ადამიანებს, ასე უნდა შეხედო ათვალიერო და ესეც არის ძალიან კარგი მოსახსნელი. ხო. კიდევ არის სმენით აუდიალები უფრო ვინც არიან, ხო, ინტელექტის ტიპით. აუდიალებს შეუძლიათ სასიამოვნო მუსიკის მოსმენა. Ну, არის უამრავი YouTube-ში ჩაწერო ტრანსული მუსიკაა უამრავი და აი ამ მუსიკების მოსმენა ძალიან დამამშვიდებლად მოქმედებს და ჩვენთანაც იოგაზეც არის ხო ეს დამამშვიდებელი მუსიკები, რასაც ვარჯიშის დროს ჩავთავთ ხოლმე და მე ნებისმიერ სიტუაციაში განერიდო და ჩართო ეს მუსიკა და მოусმინე ძალიან კარგად მოქმედებს დამამშვიდებელი ეფექტი ძალიან კარგი ამასაც ხო. ფიქრები გმართავს, ზოგადად აი ფიქრის მართვა არის ყველაზე რთული ადამიანისთვის, იმიტომ რომ ფიქრებით ვითრგუნავთ თავს ჩვენ თვითონ რა, ფიქრებით შეიძლება დავასამაროთ საკუთარი თავი და მორჩა რა გავასწოროთ, ჯვარი გწერია ყველას ხო? და ფიქრებით შეიძლება რომ სიცოცხლე დავიბრუნოთ, ხო? ფიქრები ზოგადად რეალიზდება, მატერიალიზებული არის ფიქრი, რასაც იტყვი ის ხდება, ამიტომ არის საჭირო ეს დადებით პოზიტიური აფირმაციები, რომ ზოგი არ ეთანხმება ზოგი ფსიქოლოგები პოზიტიურ აფირმაციებს, მაგრამ მე ვთვლი რომ დიახაც რასაც იტყვი, რასაც შენი გონება გადაწყვეტს, მე სიტყვით მე საქმით რეალიზდება ეს სიტყვები და მე გააკეთებ ამას, ხო? რაც შენ გინდა. თუ დააკვირვები ხართ თქვენს გონებას, რომ აი სულ რაღაცა ნეგატიურად ხართ ვფიქრობთ, ის ცუდი იზიდავ ეგრევე რა, გეძლება ის უარყოფით ნეგატიური რაღაცა მოვლენა, ხო? და როცა ის პოზიტიურ ხასიათზე ხარ, რაღაცა კარგი საგავს განწყობა და
უფრო მეტი და მეტი პოზიტივი მოდის შენს გარშემო, ბიჭო, რაღაც ისე ელოდებოდი ამ სამსახურს დაწყებას არ რაღაცას და აი როცა რაღაც დასასვენებლად ხარ, წასვლი და პოზიტიურად ხარ, მაშინ გაიგო რა რაღაცა მოგეცა რაც გინდო და აი თუ დაკვირვები ხარ თქვენს ცხოვრებას, ესეთი მომენტები ხშირია. მე ესეთი დაკვირვება მაქვს და ესეც არის რეალურად ხო. როგორც კი ნეგატივზე ფიქრობ, სულ იმ ნეგატივს იზიდავ რა და მაგიტო არის ხოლმე რომ აი გარემოცვაში ხლა ალბათ ყველას გეყოლებათ ან სამსახურში როგორი შეიძლება ოჯახშიც იყოს სანათესავში ერთი ანტისოციალური ადამიანი ყოველთვის არსებობს ხოლმე რომელიც აი გიკიჟინებს და რაღაცას ნეგატივს ლაპარაკობს სულ ეს გეწუწუნებას ეს წუწუნი იმდენად დამტკუნველად მოქმედებს ენერგიას ეს ენერგოვამპირები არიან ეს ადამიანები და რა თქმა უნდა გაცლიან ამ ენერგიას შენ აღარ გაქვს ის ენერგია რომ რაღაცა მობილიზდე შენი საქმე აკეთე იმდენად ხარ დაგრუზული რა როგორ დავიცვით ეგ შემთხვევაში თავი ხო აი როგორ დაიცვა ნახე ამ შემთხვევაში ესე იგი არა ვარ საკმარისად ძლიერი რომ ის ჩემზე ზემოქმედებს როგორ დავიცვათ და ჩვენს არის ხო ხათრიანი ხალხი ვართ უარის თქმა ხო არ შეგვიძლია რა ზოგადად ხო სულ ყველაფერს ყველას თავს უქნათ ხო არ გვინდა ვინმეს ვაწყენოთ ჩვენი პრობლემა ის არის რომ არ ვიცით პოზიტიური უარის თქმა არ ვიცით არას თქმა არა და ამაში ცუდი არაფერი არ არის ადამიანს უნდა შეეძლო საკუთარი საზღვრების დაცვა სამწუხაროდ ძალიან გვიან მისწავლე ეს ფსიქოლოგია ნელა და ნებაში, ჩემი უნებაში ეგ იყო რომ რას ლაპარაკო უარი როგორ და როცა შენი საქმე ფუჭდება, უნდა თქვა. ნახე, ეხლა ნუ შენას პატივცემ, კი ბატონო, ამას გავაკეთებ, მაგრამ ამ წუთას მე არ შემეძლია, ამ წუთას მე სხვა გეგმა მაქვს, სხვა რამეს ვაპირებ და მოდი სხვა დროისთვის გადავდოთ ეს შენი შემოთავაზებული წინადადება, მაგალითად, მეგობარს უნდა სადმე გაყვე, მაგრამ შენ არ გცალია შენი საქმე გაქვს ამ წუთში გიფუჭდება შენი საქმე და იმის გამო რომ ხათრი გაქვს უნდა გაყვე და გააფუჭო შენი საქმე. ესეთი ადამიანები მეც ვიყავი და ჩემს გარშემოც ბევრი არის, ხო? ნელა სწავლობ რომ აი მე მაგათ არასდროს არ შემეძლო უარის თქმა. აი ჩემს საქმეს ყველაფერს გადავდებდი, აი დავზარალდებოდი, მაგრამ ანუ თან ცოტა იცი როგორი მომენტი მაქვს რომ აი ვიღაცას რო ვეხმარები და გავუყვები და გამოყვები და რაღაცა თითქოს მაგითი უფრო აი ვიყვებები თუ აი ეგმა ბედნიერებ და მაგრამ მე მივხვდი რომ როცა შენი სურვილია ხო ნუ სურვილიც იყო და ნუ რაღაცა ხათრის მომენტიც მაგრამ მე აი მივხვდი რომ ძალიან ბევრჯერ როცა მე დამჭირდა ის ადამიანი და მაგან მითხრა უარი და მითხრა რომ აი ვერა და რაღაც ერთმა მითხრა ორმა სამა და მე დავჯექი და დავფიქრდი რომ ესე იგი რაღაც ეტაპზე ანუ მეც შემიძლია რომ უარი ვთქვა და სხვათა შორის აი ეს ბოლო ერთი წელია ვისწავლე უარის თქმა და ისე კარგი ისეთი კაი შეიძლება ყოფილა ანუ ესე მithქვამს რომ იცი რა არის მართლა ამცალია და იბოდიშ და მე სხვა დროს გამოვყვები და ისეთი გამარჯვებული ვარ ჩემ თავთან რომ თითქოს აი მეც რო ესე მომექცნე ერთ რაღაც პერიოდში და რომ ძალიან ისე გული მეტკინა ანუ მივხვდი რომ ვისწავლე რომ მეც უნდა ერთია რომ შენი სურვილია და შენი სურვილით ამას აკეთებ ეს სიამოვნებას განჭერს ხო მაგალითად ეს საჩუქრების გაკეთება და ეს სურვილი როცა და ჩემი ინიციატივა კი მაგრამ როდესაც ხლა რაღაცას გაიძულებ შენი ნების გარეშე ხო ეს უკვე აუტანელია შენთვის ხო და ხათრი არის მონობის ტოპასი გივი აბა დაგხვდით ესე თუ არ არის ხო ну რაღაცა ოქროს შუალედის მოძებნა შესაძლებელია რომ არც იმას გაუფუჭდეს საქმე და არც შენ გაგიფუჭდეს ხო რა თქმა უნდა ყველაზე კარგი ვარიანტი ოქროს შუალედის მოძებნა არის ყველგან და ყველაფერში თუ ამას გავაკეთებთ ხო ეგ მართლა ძალიან და მოკლედ აი ეგ არის რომ უნდა ვისწავლოთ უარის თქმა პოზიტიურად აბა გისმენთ რა შეკითხვა გაქვთ, რა გამოცდილება გაქვთ სტრესთან დაკავშირებით? ისი გადაглахოთ რთულია მაგის სწავლაც. მარტივია. რა თქმა უნდა, რთულია. რაც ნათქვამი რომ ზენიოს ხის გამოცდილებაზე სწავლობსო და სულელი თავისაზეც ვერაო. ძალიან ხშირად სულელის მდგომარეობაში ვართ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ გამოცდილებაზეც კი ვერ ვსწავლობთ ხოლმე არათუ სხვის გამოცდილებაზე. სხვის გამოცდილება შანსი არ არის. ჯობია საკუთარ ვერგან არის საჭირო ოქროს შუალედი. ძენი არავინ იბადება გაქალობაში. მე მაგალითად არ მაქვს ეს ოქროს შუალედი. ან ძალიან
აი ზედ გადავყო, ანუ ვერ ვაბალანსებ, ან ვაფშე არა მაქვს არანაირი კონტაქტი, ან აი შემიძლია რომ აი გადავაყო და ზოგადად აი რაღაც ბარიერი მაქვს. იმის იქით არც იმას უშვებ. ვაიმე აი ეგ ვაფშე არ გამაჩნია ეს ბარიერები მე. ეგ არის ნორმალური, ის უნდა ისწავლო და სწავლო. ყველაფერში მეგობრობაში დედმამიშვილა, აი ყველაფერში არანაირი ბარიერია, არც იმის არც იმას უშვებ და არც მე გადავდივარ. აი ზოდის ჩამოგიკალებ და ეგეთიო. თავიდან ხოდა მე ის რო აი რაღაცა ის გამიკეთებენ აი გრონდადაც ხო ხوار რა თქმა უნდა მქონია ხო შეცდომები რომ ზედმეტად ვიღაცას გადავყოლილო ახლა როგორც სოფო იძახის და იმისგან იგივე არ მიმიღია და მე რო ხვდები რომ თურმე ზედმეტი გამიკეთებია და კიდე ბარი მე უარესი ბარიერი მაქვს კიდე ნახე ნათქვამი რო არის რომ ღორებსო მარგალიტებს არ უკრეანო მართლა უნდა იცოდებისთან გააკეთო სიკეთე, იმიტომ რომ ხშირად შენი გაკეთებული სიკეთე ცუდად გიბრუნდება ყოველთვის და ანუ ზედმეტი გაკეთებული სიკეთეც ცუდად გიბრუნდება. არა, საკმარისი უნდა იყოს და უნდა უნდოდეს იმ ადამიანსაც, უნდა ეკუთვნოდეს იმ ადამიანსაც შენი სიკეთის გაკეთება, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში სულელის როლში ვრჩებით მართლა ხო და არ შეიძლება ეს ხო ადრე რა ეს იყო ძალიან წარმოუდგენელი როგორ შეიძლება ხათრი არ გქონდეს ხათრი ყველას გვაქვს მაგრამ საკუთარი თავის დაფასება საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება არის უპირველესი რა ანუ ეს არ არის ეგოიზმი სხვა რამეა როდესაც შენ თავს პირველ ადგილზე აყენებ და ანუ შენ თავს კარგად გრძნობ შვიდად ხარ ყველაფერი მოწესრიგებული და გარემოცვასაც კარგად ადგები შენს ოჯახის წევრებს შენ სამსახურშიც პროდუქტიული ხარ ხო აი ეს ფიტბასზე ძალიან კარგი ის არის მოკლედ კარგად გაახალისა ადამიანები ხო ფიტბასმა სპორტულ აქტივობაში ჩაერთონ და ეს ძალიან ყოჩახამის დამფუძნებლებს ნამდვილად ხო რომ ძალიან კარგი საშუალებაა რომ ამ რთულ ვითარებაში ამ რთულ სიტუაციებში როგორც არის საქართველოს უბრალოდ სოციალურ-პოლიტიკური ვითარება აქ რაღაც ცოტა ადამიანები გაახალისა და თანამშრომლები ერთმანეთს დაახლოვოს ჩვენიერია ხო და ეს ძალიან ხშირი უნდა იყოს ხოლმე რა ეს განტვირთვები ეს გასვლითი პროგრამებიც ძალიან კარგია და კარგად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ფსიქიკური ჯანმრთელობა, როდესაც არის წესრიგში, ფიზიკური ჯანმრთელობაც არის წესრიგში. იმიტომ რომ გონებასა და სხეულს შორის საზღვარი არ არსებობს. საზღვარი არის ჩვენს გონებაში. ყველაფერი ხდება გონებიდან. რა გონებით იმართება სხეული. რატომ არის რომ ფსიქოსომატიკაში გადადის მე ანუ რაღაცა ფსიქიკური პრობლემები, როდესაც მე სხეულებრივად გადადის სომატიკაში და მე ორგანოები გტკივდება და გაწუხებს და დარბიან მე ექიმებთან, ეს ექიმები ვერ შველიან. სინამდვილეში აგერ არის ფსიქიკაში არის პრობლემა და ამას ჭირდება მოწესრიგება და ეს რომ მოწესრიგდება სხეულშიც ყველაფერი მოწესრიგდება, ეს არის უტყუარი ფაქტი, ხო? ძალიან კარგად იციან ექიმებმა რომ ეს წამალი არის ყოველთვის გამოსავალი, მაგრამ რა თქმა უნდა ჭრიბენ ადამიანებს წამლებით და წამალი თვითონ შეიძლება შხამიც იყოს და მარგებელიც იყოს, რა თქმა უნდა დოზირება ჭირდება ორივე შემთხვევაში ხო ყველანაირად, ამიტომ სწორი დოზირება აუცილებელია ყველაფრის რა. მე რო იციან ძალიან ბევრი წამლების დანიშნა ხოლმე. შეიძლება რა ეგრე აფუჭებს ორგანიზმს, ანადგურებს, ანგრევს ფსიქიკას და ყველაფერს ხო. ამიტომ ჯობია შენს გონებაში გადახარშო ყველაფერი, შენს გონებაში მოაწესრიგო, რა რომ ადამიანმა თავი კარგად იგრძნოს, საერთოდ ადამიანის დანიშნულება რა არის, ერისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე, ხო, ჩემი დანიშნულება რა არის, შენი დანიშნულება რა არის და ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდით, წეღანაც კერძო საუბრებშიც გავიხსენეთ, რომ აი დავით გურამიშვილს აქვს ხო ესეთი დავითიანში ერთი ეს არის ნაწილი არის სწავლა მოსწავლეთა, სადაც ამბობს, რომ ყვაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის სიდან მოსული, სად არის სწავლა სადაო. ანუ მე რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე, რა დანიშნულება მაქვს, რა უნდა ვაკეთო და სად წავალ მერე გარდაცვალების შემდეგ, ხო, სხეული, როდესაც დატოვებს სულს მერე სად წავალ. აი ეს არის უპირველესი მნიშვნელობა და დანიშნულება საკუთარ თავში უნდა ეძიოს ადამიანი
რა უნარები გააჩნია, რა შესაძლებლობები აქვს მაგ და თუ არ გააჩნია იმის დასწავლაც, გამომუშავებაც შესაძლებელია, უნარის გამომუშავება შესაძლებელია, ხო? მაგრამ მაგ პრობლემის გაცნობიერებამდე ხონდა მიხვიდე. აი ეგ არის მთავარი, ხო? ამისთვის ვარსებობთ, რომ მიხვიდე მაგ, ხო? ანუ ვიდრე ადამიანი რაღაცა პრობლემას არ შეეჯახება, მანამდე ვერ ხვდება, რომ დახმარება ჭირდება. ნუ ჯერ საკუთარი ძალებით ცდილობ ამას, მაგრამ მე რომ ვეღარ უმკლავდებ, ადამიანი ხარ, ყველაფერი დედის მოცლიდან ხო არ იცი, ხო? ვიღაც ხანდახან ხელის წაშველება გჭირდება, ხო? ერთმანეთს შევეშველოთ. ადამიანი იმისთვის არსებობს, რომ მოდარ დუმბაძეს რო აქ ნათქვა, ერთმანეთს ხარი შევაშველოთო და ერთმანეთს რუქში ამოუდგეთ და ხარში ამოუდგეთ და რაღაცა შევაძლებინოთ, ხო? მაგისთვის ვარსებობ ზოგადად ურთიერთობებისთვის არსებობს. სამწუხაროდ გაუკმართებული გვაქვს და ერთმანეთის ჭამაზე და ნეგატივზე ვართ ორიენტირებული, რა გვაქვს საჭყუბარი, რა გვაქვს კაციშვილმა არ იცის, გვიან ხვდები, რომ ჯობია ყველასთან კარგი ურთიერთობა, ვიდრე რაღაცა კონფლიქტები და რაღაცა. ყოველთვის ჯობია პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეს, ხო და ეს ხდება, როდესაც შენს თავთან ხარ პირველ რიგში ჰარმონიაში, როდესაც შენს თავთან ხარ კარგ დამოკიდებულებაში, მე სამყაროს მიმართაც ესე ხართო, იმიტომ რომ სამყარო არც კეთილია და არც ბოროტია, ისეთია, როგორადაც შენ აღიქვამ, ხო? აღიქვავ კარგად, ლამაზად, არის პოზიტიურად, არის პოზიტიური, აღიქვავ ნეგატიურად, არის ნეგატიური და ვეძლებას რომ ნეგატივი, ხო და აი ძალიან გინდა ამ ყველაფერზე ამუშაო შენი გონება რა და განვითარება არის პირველ რიგში ყველაფრის თავი და საკუთარი თავის განვითარება. ხა ჩვენ მაგით განსხვავდებით ხო ადამიანები ცხოველებისგან, ტვინი გვაქვს და აზროვნება შეგვიძლია, ხო ჩვენ გონება შეუძლია აზროვნება და განვითარება და ზოგადად ადამიანი არის სოციალური არსება, განვითარება აუცილებლად ჭირდება, ხო? სკოლის შემდეგ რო წიგნს აღარ კითხულობენ ხოლმე, მე ემართება დეპრესიები, იმიტომ რომ ეტყვეტენ განვითარებას. არ შეიძლება, უნდა მუდმივად რაღაცა იკვებო, იმით რაღაცა განათლება მიიღო, რაღაცა წაიკითხო, ლიტერატურული ნაწარმოები იქნება თუ საინფორმაციო. ჩანაცვლებულია სოციალური ქსელები. ნუ არა აქვს ნიშნება, სადაც წაიკითხავ, სადაც შეისწავლეს. ალბათ უაზროდ სოციალური ქსელების ეს არის ეხლა შენ ნახე ამას რისთვის იყენებ ეს ამას ძალიან კარგი დანიშნულება აქვს თუ საჭიროებისამებრ გამოიყენებ სოციალურ ქსელებსაც და იმაშიც ბევრი კარგი რამე შეგიძლია ისწავლო, მაგრამ ესე უაზროს ქრულვაში ეს ტვინის სიდებილეს იწევს ეს აქვს ნათქვამი ბერსენაიას ერთხელ თქვა მაგაზე რომ ეს მას იწევს ტვინის დაჩუნებას იწევსო და მოყვა სოციალურ ქსელში, ეს შენცო სოციალურ ქსელში გიპოვეთო და სკროლის დროს გიპოვეთო შენცო და ეს უარყოფითი ნეგატიურ რაღაცები მოყვა ამას, მაგრამ თუ დავკვირდები მართლა ესე თუ დღე გაატარე უაზრო სკროლვაში ესე და იქ ღირებული არაფერი არ ნახე და არაფერი არ წაიკითხე, არ შეიმეცნე. ეხლა ამის დანიშნულება არის ეხლა მხატვრულ ლიტერატურას აქ წაკითხვა, რა თქმა უნდა, რთულია. ამის დანიშნულება არის საინფორმაციო მოიძიო, ხო? საინფორმაციო ტექსტები მოიძიო, რაღაცა კვლევები ნახო, რაღაცა ინფორმაცია შეისწავლო. როგორ? YouTube-ში წდებს მეთქი საკმაოდ წიგნები ის მოსმენად შეიძლება. კი, აუდიო წიგნები უამრავია, თუ კი თვალი გეღლება და წაკითხვა არ გინდა, ხო? გაიკეთე ნაუშნიკები და მოусმინე. ამაზე კარგი რა არის, ხო? ნუ წიგნი დღეს ჩაანაცვლა ამან, ეხლა იმაში არ არის კატასტროფა და რაღაცა აი მე რა გვეშველებ ბავშვებს რო უშლიან, ეხლა ნუ დოზირებულად უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ განვითარდა ქვეყანა და დღევანდელი განვითარება კომპიუტერი არის, ხო? წიგნი, ხო? მაგრამ როდესაც ლიტერატურული ნაწარმოები წაკითხვა მოგინდება, მაგას რა ჯობია, რომ დაიჭერ წიგნს და სავარძეში ჩაჯდები და მაგით მიიღებს სიამოვნებას, ხო? ამ ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვით, ხო? აი ეს არის განსხვავება აი კომპიუტერსა და წიგნს შორის, ხო? ორივე უნდა სათანადოდ გამოიყენო, ორივე უნდა შენი სიამოვნებისთვის გამოიყენო და შენი განვითარებისთვის გამოიყენო რა.
როდესაც მუდმივად ადამიანი განვითარებაზე არის ორიენტირებული, ხა იმას არ დაემართება, არც ნერვოზე, არც დეპრესია არ დაემართება, თავისთავად ცხადია, ხო? იმიტომ რომ იმას არ ცალია დაჯდეს და აი მე რამე შველება და განვითარებას თავისთავად ხა მატერიალური ანაზღაურებაც მოსდევს და ახლა ერთ-ერთი ეს რა ქვია დეპრესისა, ცუდატყოფნობის სტრესისა ის არის ხო მატერიალური სიბუჭირი არის და ეგრო არ მოხდეს და ეგრო არ იყოს ამ განვითარებას ეგეც მოსდევს რომ მატერიალურად ძლიერი იქნები როდესაც განვითარდები ხო სათანადო ანაზღაურებას კი სათანადოზე საქართველოს სრული ელაპარაკი მაგრამ ნუ მაინც დაგიფასდება რა შრომა ხო მოკლედ ეს განვითარება არის უპირველესი საკუთარი თავის შეცნობა და განვითარება და შენი დანიშნულებისამებრ ანუ შენ თავის პოვნა მე იმ პროფესიაში რაც შენ გიყვარს აი როდესაც ხო ხშირად არის ხოლმე მუშაობთ ისეთ რამეზე რომ საერთოდ ჩემი არ არის და ან მშობელმა ჩამაბარებინა იმ უნივერსიტეტში იმიტომ რომ მათ გამზარდეს და აბა ხათრით ხო უნდა ჩავაბარო მე სულაც არ მინდოდა ის ფაკულტეტი მაგრამ ამარჩევინეს ხო და მე სამსახურში ვის გამოჩნდა თორე სად იყო სხვა სამსახური იძულებული ვარ იმაზე ვიმუშაო და ნუ როდესაც იძულებით მუშაობ არასასურველ სამსახურში ხო რა თქმა უნდა ეს დიდი სტრესია უდიდესი სტრესია ხო როდესაც ეს განვითარდებიან ხოლმე ადამიანები მე ხვდებია რომ ეს უნდა დატოვნის რაც სტრესულია და მასე ცუდად მოქმედებს არ მოწონ და საყვარელი საქმე უნდა მოძებნონ აირჩიონ და ის გააკეთონ ხო მე ისინი ჰობი არ ძალიან კარგია გატაცება მაგალითად ისი გატაცებაც გაქვს რაც ქსიამოვნებს რომ აკეთებ ხო ის რომ პროფესიათ აქციოს განავითარო შანსი არ არის რომ სტრესი დაგემართოს მე პირადად ხა ნუ პირველი პროფესია ფილოლოგია არის ჩემი მე ფსიქოლოგია და მოკლედ სულ ვცდილობ რომ რაღაცა ის არ გავჩერდეთ ერთ ადგილზე არ შემიძლია და სულ განვითარება და თუ გაჩერდი ნიშნავს უკან წასვლას ხო ორივე პროფესიაში მუდმივად უნდა განვითარდე მუდმივად უნდა რაღაცა ახალი შეისწავლა ხო თუ მინდა რომ იყო განვითარებული ხო მე მაგის გარდა კიდე მაქვს გატაცებები რაღაც ამასობაში ფლორისტად ჩამოვყალიბდი ყვავილების სიყვარულში ეხლა რომ შემოვედი და ეს ყვავილები დავინახე პირველი მივაქცია და ვიკითხე ვინულის ამ ყვავილებს იმიტომ რომ კარგად მოვლილი ყვავილებია მართლა ხო და ანუ ეს ჩემთანაც ახლოს არის ძალიან სიამოვნებს ანუ ამ დამღლელი სკოლის და შემდეგ ადამიანები ამდენ ნეგატივზე გეუბნები შენ ხო გინდა განიტვირთო არა და დაისვენო და ეს ყვავილების მოვლა არის ჩემთვის განტვირთვა განტვირთვა არის ჩემთვის ცეკვა ქართულ ცეკვებზე დავდივარ განტვირთვა არის ჩემთვის იოგა იოგაზეც მადლობა რომ გიპოვეთ და მოვედი ხო არ ვიცოდი მართლა გორში თუ არსებობდა ძალიან გამეხარდა როგორც კი ფიტბასში ჩავერდი მაშინ მოვედი და ძალიან სასიამოვნოა აი ესეთი რამები უნდა მოძებნო ადამიანი რომ არ მოკვდე რამე პეიტაგეთ მართოს ხო თორე იმდენად სტრესული გარემო გვაქვს რომ აი სულ გარშემო სულ სტრესია ყველგან ხო ხედავთ ხო საინფორმაციაში პირდაპირ საინფორმაციო ომი არის ნუ ერთი ნეგატიური ინფორმაცია რომ ცხადდება ხო შეიძლება დამთავრდეს 9 ჯერ ერთი და იგივეს რომ ყველა საინფორმაციო ყველა საათში ერთი და იგივეს რომ ეს რომცა უსმენდე ტელევიზორს და შენთვის ოთახში მიმოდიო და შენ საქმეს აკეთებ და ჩართული იყოს ფსიქიკაში ჯდება ის ნეგატივი მაინც ჯდება თავისთავად და მე როდის ან გამოდის ან არა თერაპიები ჭირდება რომ გამოიტანო ეს ნეგატიური ინფორმაცია ამიტომ აი ეცადეთ ხოლმე რომ ნაკლებად მოусმინოთ ნეგატიურ ინფორმაციას ნაკლებად მოусმინოთ აი წუწუნს ადამიანების ხო შეიძლება რომ რაღაცაზე ერთხელ დაელაპარაკო რაღაცა ყველა ფსიქოთერაპევტები ხო არა ვართ არა რომ ვიღაცა ძალიან განიცდის სხვის ტკივილს და გადადის მერე იმ ადამიანზე ის ადამიანი ავადდება მერე და როცა არის ისეთი ტექნიკები როგორ დაიცვას თავი ამ ნეგატივისგან ხო და ამიტომ აი რაღაცეთ მოერიდეთ ხოლმე ეს ნეგატიური ინფორმაციებს და რო პოზიტივზე იყავით ორიენტირებული და გადაერთეთ პოზიტივზე რა მოკლედ სკროლოზე უნდა გითხრათ აი ვისაც ძალიან უჭირს ამ აზრების კონტროლის ან რა სარგებლობა მოაქვს ახლა სკროლის სისტემას
ვისაც ძალიან მიჭირს აი ამ ჩავასანას დროს რაღაც მომენტში როცა მოდუნება უნდა მოხდეს აზრების გაკონტროლება. ყველაზე კარგი არის წარმოიდგინოთ, რომ სკროლობთ თქვენ აზრებს. სკროლობთ ისე, რომ არც ერთ არაფერზე არ ჩერდებით. მოვიდა აზრი, ასკროლეთ, მოვიდა აზრი, ასკროლეთ, მოვიდა და აი ეს არის ძალიან დიდი სასარგებლო თვისება სკროლვის პრინციპების თერაპია. და ხო, ბოლოს ანუ ასკროლე, ბოლოს უკვე იმდენად ავტომატურში გადადის, რომ შენ ფიქრს კი არ აჩერებ, ან ფიქრის გაჩერება მერე მოდის, როცა უკვე ძალიან სხვაგან გადადის ეს ქონება, მაგრამ რეალურად ფიქრები ხوارეს დროს არ ჩერდება, ანუ მედიტაციის არსი არის გაგებული ძალიან არასწორად, ანუ მედიტაცია არ მოიცავს ფიქრების გაჩერებას და ყველაზე ცუდი არის, როცა ესე უდგებიან, რომ აი მე ჩემი ფიქრები გონება უნდა გავთიშო, ანუ გათიშვებას. ეს არის სკროლვის წამში 1000 ფიქრი შემოდის და გადის. მართლა ყველაფერს უშვებ, იღებ, გაშვება უნდა შეგეძლოს. ისე ავტომატურ რეჟიმში ხდება, რომ აი ხა გიორგი ბერძენიშვილსაც ჰქონდა რაღაც მომენტში ჩართვა, რომ იმის მაგალითს მოვიყვან, რომ აი მაგალითად თავიდან როცა თქვა პიანისტი ან რაღაც ინსტრუმენტზე, როცა უკრავთ და თავიდან ხო გვიწევს ყველაფერზე კონცენტრირება, მაგრამ მე როცა ის არის ათვისებული, ხო, გონებაში ან ისიც მედიტაცია გამოდის, იმიტომ რომ შენ იმაზე აღარ ვფიქრობ, თავისით კეთდება და გამოდის, რომ ის შენ აზრებს უშვებ. აი წერაში ვყარით ფიქრის გადართვის ვარჯიში, ვიზუალიზება რომ და მოახდინოთ იგივეა, მსგავსი არის ეგეც. ხო, გადადიხარ, ხო, როცა ნივთებს შეხედა, გადაიტან ზერა სხვადასხვა ნივთებზე, იგივე არის ეგეც. ხო და ფიქრიც ეგრე შემოდის, გადის, ხო ფიქრს ვერ გააჩერებ, ეს ვერ ააფარებ, წამში იმდენი ფიქრი შემოდის, ხო და გადის, მაგრამ შენ არ უნდა დაგაზიანოს ნეგატიურმა ფიქრმა, ხო, ეს უნდა შეძლო, რომ გაიტანო გონებიდან ეს ნეგატივი, ეს ვარჯიში მაგაში გეხმარება, მე აღარ გჭირდება ვარჯიში, შენი გონება უკვე მომენტალურად ეჩვევა, რომ მომენტალურად გაუშვას ნეგატიური ფიქრი და არ დაიტოვოს, ხო? ნუ რატო ვართ ხოლმე ჩარჩენილები იმაში, რა ქვია, ხარებაში დიდხან და მაშინ დეპრესიაში, რომ ეს უამრავი ნეგატიური ფიქრი გვაქვს უკვე დაგროვილი და ამისი გაშვება არ შეგვიძლია, ხო? აი ეგეც არის ხოლმე ერთ-ერთი მიზეზი. ანუ აი ეს მექანიზმები, რაც აი ამ ფიქრების გაშვებას მოიცავს, ხო, და თვითონ აი ამ მექანიზმები, ну, ფაქტურად სტრესის მართვის მექანიზმებია, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორად იყოს ახსნილი და მიწოდებული, იმიტომ რომ ბევრს ესე დასახელებით კი ესმის, მაგრამ ანუ არ იცის რაც გულისხმობს ეს მომენტი და კიდე დამატებით ისტრესავს მე თავს, რომ მე ეგ არ გამომდის, მე ამას ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ არასწორად იცის. ეს უკვე დააპროგრამა თავისი თავი რომ არ გამომდის, უნდა ეცადო რომ გამოგივიდეს, ხო? აი უბრალოდ ყველაზე კარგი ცდის მომენტია კიდე უბრალოდ მიშვება. არა ის რომ მაინც და მაინც ახლა იოგაზე რას ვამბობთ ხოლმე, რომ აკეთე ისე როგორც გამოგდის, ხო? ყველაფერზე როგორც გაგიშვებს როგორც გამოგდის, ანუ აქ ეს განსჯა და ეგ შეფასება არ არის. შეიძლება სადღაც ახლა ოლიმპიადაზე და იქ რომ მიდიხარ და იქ წესებს გიწესებენ რომ აქედან აქამდე აკეთებ და იქ ზუსტად მაგიტო არ მიყვარს მათი კონკურენტული სპორტი, ხო? იქ აუცილებლად კონკურენცია კონკურენცია. ხო, ერთადერთი რაც შენ ლიმიტს და ანუ ასე ვთქვათ შეზღუდვას გიწესებს, ამში ჩვენს შემთხვევაში, ხა იოგას შემთხვევაში რა არის რა, რომ საკუთარი სხეული, ხო? იგივეა ფსიქიკის შემთხვევაში, რომ რაც შენ ლიმიტს გიწესებს, არის შენი ფსიქიური ან ფსიქოლოგიური მგზავრობა. იმის იქით ანუ ვიღაცა რო წესს და გიწესებს ის არ მოქმედებს. ეხლა სიტყვაზე ჩემთვის ზღვარი არის ჩემი სახსარი ამ შემთხვევაში. მე იქამდე გავაკეთებ იმ ვარჯიშს, სადამდე ეს ჩემი სახსარი წამოვა, მაგრამ არა, ხო. აი თამუნას იდეალურად აქვს თავის ხელზე ყველაფერი ისე მომწონს, რომ არ ვიცი. ყველა ვარჯიში მორგებული ისე როგორც მის ხელს სჭირდება. და არ არის მანდ ახლა მნიშვნელოვანი რომ ვიღაცას რომ თავი ფეხში აქვს და ის და ესე უნდა გაკეთდეს, ეს არსებობს ინსტრუქცია როგორ გაკეთდეს სწორად ანატომიურად, რომ შენ ზიანი არ მოგიტანოს, ისიც შენი ან ფიზიონომიიდან და
დანარჩენი ხო, რამდენადაც შენი სხეული იშვებს, იმდენად უნდა წახვიდე, რამდენადაც შენი გონება მზად არის, იმდენად უნდა მიიღო. მე რასაც ვაკვირდები. მიენდო თავისუფლად პროცესი. მე რასაც ვაკვირდები, ყოველდღიურად, ყოველ ახალ ვარჯიშზე მაქვს ახალი მიღწევები, ხო, პატარ-პატარა, მაგრამ ეტაპობრივი, მაგრამ მაქვს. ახლა მე შევხვედრი ვარ ეგეთ ადამიანებს, რომლებიც ანუ იოგასაც პრაქტიკობენ და ანუ ვარჯიშის მერე თუ მოხვდნენ ისეთ ჯგუფში, სადაც შედარებით უფრო კარგი პრაქტიკოსები არიან, სიტყვაზე მოცეკვავები არიან, ან მოვარჯიშებ და იმანი ვარჯიშო მერე მიდის ანუ დაგროზული აბა ის კარგად აკეთებს, მე ვერ ვაკეთებ. ის ვაკეთებ და აბა მე როდის გავაკეთებ და ეს და ეგ არის ზუსტად მე არის ანუ რატომ მიდიხარ იქ სავარჯიშოდ ეს არის თვითონ იმ არც ინსტრუქტორის თუ იმ გარემოს ბრალი რომელიც აი ამ განსჯაში აგდებს ადამიანს და ეგ იმას გავს დედებმა რო იციან ხოლმე შვილების შედარება ან მეზობლის ბავშვიშებ ეს იმხელა სრესულია. ხო, ან რა შესაძლებლობაც გავს ხო რა მონაცემებიც, რა მოტორიკაც გაქვს ისე აკეთებ ხო, ისე იქცევი ხო და ნამდვილად არ ახლა მიბაძვა კი ბატონო არის ხელონ თუ შეგიძლია, მაგრამ თუ ვერ აკეთებ იმნაირად, რა თქმა უნდა, არ უნდა შენს სხვა მონაცემები, ნახე, შენ ამ დროს უნდა ეძებ, რომ შენი დადებითები, იმაზე გაამახვილო ყურადღება, შენ რამდენი დადებითი გაქვს ხო ცხოვრებაში, შენ რო შეგიძლია და იმას არ